მოგესალმებით, მე ვარ ანდრო ხეთერელი, წარმოვადგენ სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციას და ჩვენ მერსიკოპსის პროგრამის უსაფრთხო ონლაინი, უსაფრთხოების ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში მხარდაჭერით ვაგრძელებთ ვიდეო პრეზენტაციების სერიას პესტიციდების უსაფრთხოების შესახებ. და ჩვენი მეორე პრეზენტაციის თემა არის პესტიციდების მართვა და გარემოსდაცვითი ბარიერები, კერძოდ წყლის და ბიომრავალფეროვნების დაცვა. ასევე დავამატებ, რომ ამ ვიდეოს აღწერაში შეგიძლიათ იხილოთ წინა პრეზენტაციის ბმულები და იმ საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი, რომლებზეც ახლა ვისაუბრებ. პრეზენტაციის ამ გვერდზე ვისაუბრებ იმ პრაქტიკულ საკითხებზე, რომლებიც პესტიციდებთან მუშაობისას პირდაპირ აისახება წყლის რესურსებზე, ბიომრავალფეროვნებაზე და ზოგადად გარემოზე. პირველ რიგში ამ მხრივ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რას ნიშნავს გარემოსდაცვითი ბარიერები და რატომ უნდა დავიცოთ გარკვეული წესები. ასევე ვისაუბრებ წყლის და სასარგებლო წერების დაცვის პრინციპების შესახებ და ბოლოს შევეხები აკრძალულ ნივთიერებებს და აკრძალული ნივთიერებების და ნარჩენების მართვის საკითხებს. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების გამოყენების შედეგად ცხადია ყოველთვის არსებობს გარემოს დაზიანების რისკები და ამ რისკების შემცირებისათვის მნიშვნელოვანია, რომ დაცული იქნას შესაბამისი რეგულაციები და შემოსად არსებობს საკანონმდებლო სფეროც, რომელიც არეგულირებს ამ საკითხებს. რაც შეეხება ამ საკანონმდებლო სფეროს, გარემოს უსაფრთხოების დაცვას ჩვენგან პირდაპირ ითხოვს კანონი პესტიციდების და აგროქიმიკატების შესახებ. ამ მოთხოვნების პრაქტიკული შესრულება კი დამოკიდებულია სამ ძირითად ფაქტორზე და ამ ფაქტორებს ეწოდება გარემოსდაცვითი ბარიერები. ამ სისტემის პირველი კომპონენტი არის უსაფრთხო დისტანცია, რაც გულისხმობს წამლობის, ანუ პესტიციდის გამოყენებით წამლობის ჩატარების პროცესში წყლის ობიექტებიდან მანძილის მკაცრ დაცვას. ანუ მაგალითად, თუ ნაკვეთი მდინარესთან ან არხთან არის ახლოს, ამ დროს აუცილებელია დავიტოვოთ დაუმუშავებელი ზოლი, შეუწამლავი ზოლი, რათა პრეპარატი პირდაპირ წყალში არ მოხვდეს და გარდა ამისა, ამ მიმართულებით კანონმდებლობა ასევე განსაზღვრავს დამცავ ზონებს, რაც გულისხმობს, რომ ზედაპირული წყლის ობიექტებიდან სწავლობა უნდა მოხდეს მინიმუმ 50 და მაქსიმუმ 100 მეტრამდე დაშორებით. და ეს მანძილები განისაზღვრება პრეპარატის ტოქსიკურობის მიხედვით. შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორია ოპტიმალური დრო. ანუ მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების გამოყენება საჭიროა მოხდეს მხოლოდ იმ მეტეოროლოგიურ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს პრეპარატის გაფანტვას. მაგალითად, არ უნდა დავიწყოთ წამლობა, როდესაც ქარის სიჩქარე აჯობებს დადგენილ ნორმას, კანონმდებლობით დადგენილ ნორმას, რადგან ამ დროს ნივთიერება სამიზნე მცენარეს სცილდება და ხდება მისი გაფანტვა გარემოში. და მესამე, ეს არის ტექნიკური გამართულობა, რაც უზრუნველყოფს ნივთიერების ზუსტ მიწოდებას და გამორიცხავს მის გაჟონვას გარემოში. მაგალითად, გამართული და სწორად შერჩეული გამფრქვევები, ანუ შესაძლებელი აღჭურვილობის გამართული და სწორად შერჩეული გამფრქვევები გვეხმარება, რომ პრეპარატის, ანუ სამუშაო ხსნარის წვეთები იყოს ოპტიმალური ზომის და პრეპარატი თანაბრად განანაწილდეს მცენარის ზედაპირზე. ამ მხრივ სტატისტიკა აჩვენებს, რომ წყლის რესურსების დაბინძურების ძირითადი წილი მოდის სწორედ აქ ჩამოთვლილი, ჩემს მიერ ჩამოთვლილი პუნქტების გაუთვალისწინებლობით გამოწვეულ ეგრეთ წოდებულ დრეიფზე, ანუ პრეპარატის ქარით გატაცებაზე და შესაბამისად ამ სამი კომპონენტის დაცვა არის წყლის რესურსების სისუფთავის შენარჩუნების მთავარი გარანტი. ბუფერულ ზონებსა და დრეიფთან დაკავშირებით, რაც თქვი, ეს ყველაფერი არის პირდაპირ კავშირში წყლის რესურსების დაცვასთან და უნდა გავითვალისწინოთ, რომ წყლის ობიექტები ყველაზე მგრძნობიარეა პესტიციდების მიმართ და აქ თავარია დავიცოთ კონკრეტული დისტანციები. ანუ როგორც თქვი, თითოეულ პრეპარატს აქვს თავისი განსაზღვრული მანძილი, ბუფერული ზონა, მდინარიდან იქნება ეს ტბიდან თუ არხიდან, სადაც სწავლობის ჩატარება არ შეიძლება. ამ შემთხვევაში მარტო ზედაპირულ წყალს არ გულისხმობ, გრუნტის წყლებიც უნდა ვახსენოთ, სადაც დაბინძურება შესაძლებელია წლების განმავლობაში დარჩეს შეუმჩნეველი და შემდეგ ეს აისახოს მთელ რეგიონზე. და კიდევ ერთი გასათვალისწინებელი გარემოება, კიდევ ერთი მთავარი დარღვევა, რაც ხშირად ხდება ხოლმე, ეს არის აპარატურის გარეცხვა. აპარატურის არასწორი გარეცხვა, კერძოდ აპარატურის გარეცხვის ადგილი მოხსნედელობაში, ანუ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტექნიკის გარეცხვა მდინარის პირას, ან გამდინარე წყალთან ახლოს. ეს არის შეიძლება ითქვას ყველაზე მოკლე გზა წყლის დასაბინძურებლად და შესაბამისად აპარატურის რეცხვისთვის საჭიროა გამოვიყენოთ სპეციალურად გამოყოფილი ადგილები,
სადაც ნარჩენი წყალი კონტროლდება და პირდაპირ გარემოში არ იღვრება. წყლის რესურსების გარდა, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნება და აქ პირველ რიგში ფუტკარი და სხვა სასარგებლო მწერები უნდა ნახსენოთ. ამ შემთხვევაში ამ მიმართულებით არსებობს კონკრეტული სახელმწიფო რეგულაცია, რომელიც პირდაპირ გვიწესებს თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ მეფუტკრეობას ზიანი არ მიადგეს. ანუ, იმისათვის რომ ფუტკარი არ დაზიანდეს, აქ საჭიროა ფუტკრის დაცვის ნიშნების ცოდნა, რაც დატანილია პრეპარატის ეტიკეტზეც და რასაც სახელმწიფო რეგულაციები გვავალდებულებს და შესაბამისად, წამლობის დაწყებამდე უნდა შემოწმდეს პრეპარატის ტოქსიკურობის კლასი, არა ზოგადად პრეპარატის ტოქსიკურობის კლასი, არამედ უშუალოდ ფუტკრებისადმი ტოქსიკურობის კლასი და ამ კლასების მიხედვით შემდეგ უკვე განისაზღვრება ფუტკრის დაცვის ღონისძიებები. ანუ პრეპარატი, რომელსაც გააჩნია საშიშროების პირველი კლასი ფუტკრების მიმართ, ეს არის მაღალტოქსიკური პრეპარატი და მისი გამოყენებისას აუცილებელია დაცული იქნას შემდეგი რეგლამენტები. ესე იგი, ცენერთა შესხურება უნდა ჩატარდეს გვიან საღამოს მზის ჩასვლის შემდეგ. ამ დროს ქარის სიჩქარე უნდა იყოს არაუმეტეს 1-2 მეტრწამისა. დამცავი ზონა საფუტკრედან უნდა იყოს არანაკლებ 4-5 კილომეტრი და ასევე ამ კლასის პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა ფუტკრების ფრენის შეზღუდვა 4-6 დღე-ღამის განმავლობაში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატი მიეკუთვნება საშიშროების მეორე კლასს, ეს ნიშნავს, რომ ის არის საშუალოდ ტოქსიკური ფუტკრისათვის და აქ უკვე სხვა რეგლამენტები გვჭირდება. ანუ შესხურება უნდა მოხდეს საღამოს საათებში მზის ჩასვლის შემდეგ, როცა ქარის სიჩქარე არის არაუმეტეს 2-3 მეტრწამისა და შესაბამისად დამცავი ზონა საფუტკრედან უნდა იყოს მინიმუმ 3-4 კილომეტრი დაშორებული და რაც შეეხება ფუტკრების ფრენის შეზღუდვას, ამ კლასის დროს ეს პერიოდი შეადგენს 2-3 დღე-ღამეს. და მესამე კლასს რაც შეეხება, ანუ ფუტკრებისადმი ყველაზე ნაკლებ ტოქსიკურ პესტიციდებს, აქ წესები შედარებით უფრო მსუბუქია და შესაბამისად სწავლობის ჩატარება შესაძლებელია როგორც დილის, ასევე საღამოს საათებში, როდესაც ქარის სიჩქარე არ აღემატება 4-5 მეტრწამში, ხოლო საფუტკრედან მანძილი მესამე კლასის პრეპარატის გამოყენებისას უნდა იყოს მინიმუმ 2-3 კილომეტრი და ამ დროს ფუტკრის ფრენის შეზღუდვა საჭიროა მხოლოდ 3-დან 24 საათამდე პერიოდით. და რაც ჩამოთვალე, იმისათვის რომ დაცული იქნას ეს წესები, პირველ რიგში საჭიროა სწორედ აი ამ ინფორმაციის ფლობა ფუტკრებისადმი საშიშროების კლასების შესახებ და თითოეული კლასის პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში იმ კონკრეტული წესების შესახებ, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ფუტკრების დაცვას. რაც საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის ცოდნა და გამოყენება საშუალებას გვაძლევს, რომ სწორად იქნას სამუშაო პროცესი დაგეგმილი და მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული ფუტკრების დაზიანება. და კიდევ ერთი პრაქტიკული მომენტი უნდა იქნას ხედველობაში მიღებული და გათვალისწინებული, რაც ნიშნავს იმას, რომ მეზობელი მეფუტკრეების ინფორმირება და გაფრთხილება უნდა მოხდეს სამუშაოების დაწყებამდე, რათა მათ შეძლონ ფუტკრის იზოლაცია და ამით თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი ზიანი. პრეზენტაციის ამ გვერდზე ვისაუბრებ ზოგადად პრეპარატის ეტიკეტის მნიშვნელობაზე, რადგან როგორც წესი, ეტიკეტი მოიცავს, ან ყოველ შემთხვევაში უნდა მოიცავდეს კონკრეტული პრეპარატის უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველა სახის ძირითად ინფორმაციას, დაწყებული დოზირებებით და დამთავრებული გარემოსადმი შესაძლო ზიანის შესახებ ინფორმაციით. საქართველოს კანონმდებლობით არსებობს ვალდებულება, რომ უნდა არსებობდეს პრეპარატის ეტიკეტის ქართულენოვანი ინსტრუქცია, სადაც მოცემულია ყველა ეს საჭირო ინფორმაცია და შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ პესტიციდის უსაფრთხო გამოყენების პროცესი იწყება სწორედ ეტიკეტის გაცნობით. და რეალურად ეტიკეტი გვაძლევს საშუალებას, რომ ზუსტად განსაზღვროთ პრეპარატის ლოდინის პერიოდი და ის კონკრეტული ნორმები, რომლებიც საბოლოო ჯამში განსაზღვრავს წამლობის ხარისხს და პრეპარატის გარემოზე ზემოქმედებას. ზოგადად ასევე შეიძლება ითქვას, რომ პესტიციდებთან დაკავშირებული საფრთხეები განსაკუთრებით იზრდება, თუ ვიყენებთ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც საერთაშორისო დონეზეა აკრძალული. ამ შემთხვევაში არსებობს როტერდამის კონვენცია და ასევე სახელმწიფო რეგულაციები, რაც გამორიცხავს ქვეყანაში ისეთი ტოქსიკური ნივთიერებების შემოდინებას, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში არ იშლება და გროვდება ნიადაგში, ან გროვდება ცოცხალ ორგანიზმში და ამ ტიპის პრეპარატის შეძენა და გამოყენება პრინციპში დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ პრეპარატებს შესაძლოა ჰქონდეთ დაბალი ფასი და კარგი ეფექტი. და გარდა იმისა, რომ დაუშვებელია,
ასეთ პრეპარატების გამოყენება ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს ყველაფერი კანონით აკრძალულია. გარემოს და ადამიანის უსაფრთხოებისათვის ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პესტიციდების ტარას მართვის პროცესს. ჩვენ შემთხვევაში საქართველოს რეალობაში ერთადერთი, ასე ვთქვათ, ქმედითი და პრაქტიკული რეკომენდაცია, რაც შეიძლება ამ მიმართულებით ითქვას, არის ის, რომ პესტიციდების ჭურჭლის, პესტიციდების ტარას ხელმეორედ გამოყენება ნებისმიერი სხვა მიზნით კატეგორიულად აკრძალულია და შესაბამისად აუცილებელია, რომ სრულად იქნას გამორიცხული ტარას ხელმეორედ გამოყენების და გამოხმარების რისკები. ამ პრეზენტაციის ფარგლებში სულ ეს იყო, რაც პესტიციდების გარემოსდაცვითი უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი პრეზენტაციების ციკლი თქვენი ინტერესების მიხედვით იგეგმება, ამიტომ დაგვიწერეთ YouTube-ზე ან Facebook-ის გვერდზე, თუ რა სფეროები გაინტერესებთ აგრონომიაში, ჩვენ გავიცნობით თქვენს წინადადებებს და მომდევნო პრეზენტაციებს გავაკეთებთ თქვენს მიერ მოწოდებულ საკითხებზე. მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ვსანდებოდეთ.